და ურჩს. ვაი. ერთი წამით. ცოტა ხანი ეს დავხურე. საღამო მშვიდობის კი არა და ღამე მშვიდობის. მოვახციე როგორც იქნა, მოვედი ხალხო, მოვედი. ეხლა ვიყავით დაბლა. მე და ნინო. ეზოში ვისხედით. ცოტა გრილოდა. სანამ დავიძინებ მეთქი და უყურებდით ჩემს ძველ ვიდეოს, უბრალოდ რაღაცას ვეძებდით. ხო და ხო და უყურებდით ჩემს ძველ ვიდეოს და პირველ რიგში როგორი გამხდარი მიხავი. ბავშვი მოფერია მოყო. ძალიან გამხდარი. და ნახე კიდე რამდენ ვიდეოს ვიღებდი ხოლმე, ორს მაინც. რა გჭირს ახლა გოგო? მე სიკვდილება. მე წილამკვდარება. ნახე ძველი ფისოები, რომელებიც ძალიან მიყვარდა. ბევრი რაღაცები ვნახე. ნახე კომენტარები. ძირითადად მეცინებოდა კომენტარებზე, რომლებზეც ეწერა, ანუ ვიდეოზე, რომელშიც კატები ჩანდა, კომენტარები რო ეწერა ნინო როგორი აბრამიძე, მე მგონი ინგლისურად, რო კატების გამო რო დამტია. ხო და რამდენი კომენტატორი ვნახე ეგეთი, რომ კატების ყოფნა არ ყოფნა წვეტავდა მის არხზე ყოფნას და აუ როგორ მიყვარდა ეს არხიო რა და ერთი შორენა ვერ მოვაშორე ამ ტერიტორიიდან. რომელსაც კატები არ უყვარს, მაგრამ სულ ჩემთან არის და სუ. აი კიცი რა მხელანაჭამია ობობაზე ის. თქვენ ვერ ახედავთ, მაგრამ მე ხო ვხედავ. მოგივლი. ნინოს ველოდები და თმები ჩამოვავარცხნინა და დავწვე. და დავიცინა. მეორე პარტია სარეცხნაში მეყარე და წყალი დაწყდა. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ 1-3 საათი მოდიოდა. ერთი დღე მაინც მოდიოდეს, ხო შეიძლება. არა, დღე მარტო არ მინდა უზო 4 საათი. ეხლა დაიწყებს დაგროვება სარეცხი თუ ვერ მოვახერხე დარეცხვა. ხვალ არ დავრეცხვა, იმიტომ რომ მარაგს არ გავაფუჭებ. და ზეგ შეიძლება თუ მოვიდა. ხო და რას ვამბობდი, ძველ ვიდეოებს ვუყურე მეთქი და ნახე ბევრი ვიდეო ბაღში გადაღებული. მიდი, მოდი, ამ ძირითადად მოძრაობაში გადაღებული ვიდეოები და ეხლა რომ ვეღარ ვაკეთებ მაგას. ხანალთას ვიყავი, ხან ბალთას, ხან იმასთან, ეხლა ძირითადად ხო ვზივარ და ისე ვიღებ სურათ ვიდეოებს, ხო და ნინო მოჩი ფეხებზე გადაივეწყე. თმებს ჩამომვარცხნი. ჰა? აი მან დაასალოთ. ხო და მოკლედ ძველი კადრები და ძველი რაღაცები ვნახე რა და რამდენს ვახერხებდი ხოლმე მიკვირს. გამიკვირდა, იმიტომ რომ უბრალოდ რამდენ ვიდეოს ვახერხებდი ხოლმე იმ ბევრ საქმესთან ერთად. ეხლა საქმეს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ფიზიკურად აღარა ვარ. მიწელამკვდარებული ვარ. იმედია გაიღვიძებს ჩემში ისა რაღაც იყო. სხვა გზა არ იქნება. ხო მართლა წეგან მივწერე ფოტოგრაფს, ვიდეოგრაფს. ბანკეტის
ვიდეოებთან დაკავშირებით, რომ ანუ ვიბანავი შვილი. არა კიდე. ვისაწვენი მქონდა. მე შეჭამ. მაგრამ ხულა რომ ის ტელევიზორის ხმა ისმის. ანუ მივწერე რომ რას იცის კბილებით კანს. ნუ შვები მასე. და ისა და ვიღარ დავჭიქი კარგად. ზოგადად არ მიყვარს. რაც არ უნდა აი მაგალითად რაღაცა არ მომეწონოს. მაგალითად ტორტი, მაგალითად ჩასაცმელი, მაგალითად ფეხსაცმელი და რაღაც, ანუ არა ვარ ისეთი ისო ვუი, ვიში და უბედურობა. მოკლედ ვეჩვევი ყველაფერს და ვეგუები და არა ვარ კონფლიქტური და თუ ძალიან ყელში არ მომივიდა არ ვამბობ. ერთადერთხელ თქვი თუ ორად ორჯერ ეგეთი რაღაცა რა. ანუ ძალიან უნდა გამომიყვანო, ძალიან უნდა მაწყენინო რომ თქვა. და გითხრა. ხო და აბდექი და მივწერე რომ მეთქი მივწერე არა ჩხუბით, არა უკმაყოფილებით, არა ის მეთქი როგორც იღებდით, რასაც ვუყურებდი, მეთქი მეტს მოველოდით თქო რა. და ანუ ისიც მივწერე რა რომ შატო მუხრანში ხარ, არ გადაგვიხდია პატარა თანხა, 1500 ლარი გადავიხადეთ ფოტოსესიისთვის და 2 წუთიანი თუ 3 წუთიანი არც კია რა. კლიპში არის მარტო შატო ისიც იმდენად სწრაფად რომ ვერ გაიგებ შატოა თუ მეზობლის ღობე. ხო და ანუ ესე მივწერე რომ ანუ იცი როგორ ჩემი აი ის გუშინწირო ვიდეო ჩავწერთ გუშინ რა რომ აი ეს ემოცია და რაღაცა ვერ მოიტანა მეთქი. ეგ მივწერე რომ იმდენად სწრაფი კადრები იყო თქო რომ ვერ აღიქვა თვალმა და რაღაცა და ვერც ემოციებმა. ხო, სხვა შორის კაი ხანი არ მოუწერია და ხა ნუ ადამიანს ხდება რა სწალი. ჩამოვაწყდ რაღაცნაირად. ხო და ხა იმ წუთას უვიდა რატო არ მომწერა? იქნება არ არის სახში, იქნება მე ან გადაღება. მოკლედ რა ადამიანურად მივწერე და ზოგადად ესეთ რაღაცა თუ გინდა რომ ადამიანი პროფესიონალურად, პროფესიონალიზმით წავიდეს წინ, ხა შეცდომები ყველგან ხდება. და ვფიქრობ, რომ ესეთ რაღაცა ადამიანურად უნდა უთხრა, უნდა გითხრა, იმიტომ რომ ამით უნდა ისწავლო და ამით უნდა განვითარდეს ზოგადად. და ეგეც მინდოდა, რომ ის მექნა რა. ხო და ძალიან ადეკვატური პასუხი მომივიდა. ჯერ ნუ ხო რაღაცა ცოტა გამართლების სიტუაციაში, მაგრამ ნუ მადლობა მომიხადა, რომ მითხარიო და თხოვე შავი მასალა. თუ არ წაგიშლია მეთქი. იქნებ შატოს და სკოლის შავი მასალა გქონდეს თქო. და ზოგადადო ამასო არ ვაძლევ, არავისთვის არ მიმიციავ შავი მასალა. არავისთვის არ მიმიციავ, მაგრამ გამოგიგზავნიო. შენ გამოგიგზავნიო სადღაც, ეხა არ ვარ სახშიო, მაგრამ როგორც კი მივალო, რა შავი მასალაც მაქვს, ყველაფერს აგიტვირთავ საიტზე და რამდენიმე საათი დასჭირდებაო, მაგრამ ყველაფერს გამოგიგზავნიო და მე ვთხარი, ხო, ხონდა მალე წაიშლებაო და მალე გადაწერეო და იმ წამსვე გადავწერ მეთქი რა. ხო და მადლობა მოუხადე. და ეხა ველოდები შავ მასალას. რომ მე თვითონ მინდა რომ რამე აი როგორც ბოლოს არის გავაკეთე დასამახსოვრებლად მეტი ემოცია გქონდეს კადრებს ისიც უთხარი რომ ჩემთვის მეთქი ემოცია მოაქვს ნელ კადრებს თუნდაც ბოლოში რომ ის ყველაფერი რაც ხდებოდა იმ დღეს აი მეტად რომ მოგიტანოს ეს და გულამდე მივიდეს და ხო და მოკლედ ავუხსენი რაც მეკალდა მე პირადად. ნახოთ რას გამომიგზავნის და ნახოთ
რა იქნება რა და რა გამოვა მე. აი ასე. რაღაცნაირად ამ ძველი ვიდეოების ნახვის შემდეგ ძალიან მომინდა ვიდეოს ჩაწერა და ეხლა თუნდაც 20 წუთიანი ვერ მოახერხო ხოლმე და ზოგადად საშუალოდ ხო ვიღებ ხოლმე 20-25 წუთი აი ყველაზე ხშირად რა მასე ვიღებ და ხან ვერ ვახერხებ ხოლმე რა მართლა. ხან ელემენტარულად ვერ ვახერხებ, იმიტომ კი არა მცალი ხარ. არა ვარ. დღეს მით უმეტეს ისე ცხელო და ფაქტიურად არ ვიყავი. უბრალოდ ვიყავი ფიზიკურად. ჩემი სული სადღაც ტყეში დაფრინავდა სიგრილეში. სადა? გავამწარებ მაგას კრუტებს ეძახი, წადი ეგ ფეხის ზაქეიდან ნახე ერთი რას შვებია. წესით ვერ გავლენ გარეთ. გარეთ უნდა გაიყვანოს 2 დღეა ძალსნევალ და ძალსნევალ. უბრალოდ შეხედე, არც აყარო, არც სადაც ხო იყოს, სადაც ძინავს, უბრალოდ შეხედე სად არია. ჩამოიბანე ეგ ფეხის და დაიკარი ის, რატო აიცალე? კაცი. რაღაცა ქონდა და იციცქა. ხოდა. შეძლების და გვარად მოვალ ხოლმე ხალხო რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს და რომ გამოსწორდება სიტუაცია პატარის დაბადების შემდეგ და სულაც აი ესე გაჩეჩილი რომ იყო და კოსა მქონდეს და ცალ-თვალთ მეღვიძოს მინდა რომ მოვიდე ხოლმე და გამარჯობა გითხრათ. მინდა ის ყველა ეტაპი უძილობის თუ ძილიანობის რაც მექნება თქვენთან ერთად გავიარო ისევე როგორც 6 წლის წინ მოველი თქვენთან თუ 7. ზუსტად არ მახსოვს ხარ. ხოდა. იცი რა მიხარია ყველაზე მეტად. ანუ ჯერ ის რომ ვიდეოებს იმიტომ კი არ ვიღებ, რომ არ მეზარება. უბრალოდ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, აი რაღაც მომენტში მირჩენია საწოლი მოვიკითხო როგორ არის ხოლმე. ვიდრე ვიდეო ავიღო, კამერა, ტელეფონი ავიღო ხელში. მაგრამ ერთი რამე არ შეცვლილა იცოდეთ. იმდენად მაკლია თუ ვიდეოს ვერ გადავიღებ ხოლმე, თუ რაღაცა მოხდება ხოლმე, რომ აი ვერა. ან არა, ან ხო არის ხოლმე, რომ აი ერთიც ვერ გადამიღია, ხო ყოფილი. ისე მაკლია და იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ერთი ვიდეო მაინც მაქვს ხოლმე დადებული. იმდენად მიხარია აქ მოსვლა და იმდენად ისევ იგივე ჰობია ჩემთვის, ისევ იგივე დონის აი სიამოვნებას ვიღებ თქვენთან ერთად მოსვლა და მე თქვენ კომენტარების კითხვით. თუნდაც ის რომ ელემენტარული მიყურებს ვიღაცა და რაღაცა ჩემთან ერთად კლავს დროს, შესვენებას. არა, იყო ხოლმე რომ რამე ისე სხვა შორის კაი ხანია რამე ისეთი კომენტარი არ მოსულა რომ ვიცინოთ და ვისაუბროთ ხოლმე. იყო ხოლმე ის მომენტი რა, რომ ხალხნო რა არა დაიცი როგორ იყო რაღაცა რა მოკლედ 20 წუთს არ დავხარჯავო რა. ახლა ხო იცოდა კიდეც 20 წუთიან ვიდეოს ვიღებდი, თან არ დავხარჯავო. ან უკვე დახარჯული ჰქონდა. და ბოხმა ჰქონდა გასიებული. აი ასე ხალხო რა ვიცი. მოკლედ მიხარი ხართ. მართლა მიხარია თქვენამდე მოსვლა, თქვენთან ურთიერთობა. და რა კაია რა. კაია რომ არსებობთ, კაია რომ ეს გადავწყვიტე და მოვედი ამ პლატფორმაზე, იმიტომ რომ სიამოვნებს ერთია, მიყვარს მეორეა. მელოდებით, გელოდებით მესამეა და რა ვიკიდე მე-4-ია და მე-5-ია და მე-10-ია და დღეს ხელფასის დღე მქონდა მაგალითად YouTube-ზე. და დამერიცხა ამ თვეში ყველაზე ბევრი 515 ლარი. ხალივით ვარ რა. ასე რომ ვიღაცა სანამ დაწერს ან რაღაცა რომ და მეტი საქმეა არა სამსახურია.
ჩვენი ეროვნული სახში ხარ, გძინავ, ფულს გირიცხავ. მოკლედ წავედი. ხვალ დილამდე გემშვიდობებით. აბაჰი.